რატომ დააყადაღა ოცნების ხელისუფლებამ უფლებადამცველი ორგანიზაციები პირბადეების, აირწინაღების, საწუნრების, დროშების, რუპორების შეძენის გამო? ამ შეკითხვაზე სამართლებრივი არგუმენტების მოსამზადებლად პაატას ალიას უწყებას სამ თვეზე ცოტა მეტი აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმის არსებითი განხილვები დაიწყო და ამჟამად მოპასუხე მხარის პოზიციის მოლოდინშია. მომჩივანი ორგანიზაციები განაჩენს იმაზე უფრო სწრაფად ელოდებიან, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რადგან სტრასბურგში ამ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭა. ევროსასამართლოსგან განსხვავებით კვლევაძიებას არ ჩქარობს საქართველოს პროკურატურა, რომელმაც 7 ორგანიზაცია ქართული სასამართლოს დახმარებით შარშან ზაფხულში დააყადაღა. მას შემდეგ საქმე თაროზია. გაყინული ფინანსური ანგარიშებით კი ორგანიზაციები გადარჩენის რეჟიმში მუშაობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ამ საკითხის განხილვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს სასამართლო დროულად განიხილავს და იმედი გვაქვს, რომ მალე გამოვა შესაბამისი გადაწყვეტილება. არანაირი мотиваცია, არანაირი არგუმენტი, არანაირი რაღაც სამართლებრივი საკითხი არ ყოფილა მითითებული იმ შესაბამის ბრძანებაში, რომელიც გამოცემული იქნა ყადაღასთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკრძალულ ნივთებად გამოაცხადა პირბადე, აირწინაღი, დამცავი სათვალე, ფიზიოლოგიური ხსნარი, საწვიმარი, ასევე სადავო ნივთებს შორისაა დროშა, რუპორი და წიწაკის სპრეი. ამ ფინანსურ დანახარჯს მათ საბოტაჟად უქმნის. არასამთავრობო სექტორში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური რევანშია, ოცნების ხელისუფლების კრიტიკის და მისი მოწინააღმდეგეების უფლებების დაცვის გამო. ევროსასამართლოსგან იმის დადგენას ითხოვენ, რომ დაირღვა გაერთიანების და მათი საკუთრების უფლებები. მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, მაგალითად ისეთ პოსტს, როგორიც არის, რომ გზა თავისუფლებამდე რუსთაველზე გადის, ასევე მედავებიან ამდენი წლის განმავლობაში 10 დროშის ყიდვას და 1 რუპორის ქონას ორგანიზაციაში. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის არალეგალური, ან კრიმინალური და მათ პრაქტიკულად საერთოდ არ აქვთ მიზეზები, რომ ეს საქმე აწარმოონ. დავამიმდინარეობს რამდენიმე მუხლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ ქმედებით დაირღვა გაერთიანების თავისუფლების პრინციპი, რომელიც ევროპულ ხარტიაში არის, ევროპულ კონვენციაში არის გაწერილი, ასე ვფიქრობ, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდა გაუმართლებლად. არასამთავრობო სექტორამდე ქართულმა ოცნებამ საბოტაჟის მოსურნეთ საქველმოქმედო სამოქალაქო ფონდები გამოაცხადა და 5 ფონდი დააყადაღა, რითიც ყველა მათგანის მუშაობა გააჩერა. მათ შორისაა ადამიანის უფლებათა სახლი, რომელიც დემონსტრაციებზე დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა. დაჯარიმებულებს კი მოქალაქეებისათვის ბიზნესის მიერ შეწირული ფულით ფინანსურად ეხმარებოდა. დღემდე დაყადაღებულია ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიც, რომელიც ფულს პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად აგროვებდა. მანამდე კი წლების განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზის პაციენტებს ფინანსურად ეხმარებოდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის ერთ-ერთი დაზარალებული ორგანიზაცია რეჟიმის მხრიდან, რომლის ანგარიშები დაყადაღდა და გაჩერდა ყველა ის პროექტი, რასაც ორგანიზაცია ახორციელებდა და იცავდა უამრავი ადამიანის უფლებას. ამას მერე მოხდა ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის წევრების დევნა, ასევე როგორც იცით, მე გამჩხრიკეს ავტობუსის გაჩერებაზე, შემდეგ ჩემი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურებრივი ლეპტოპი, ამის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი ისმის ამ საქმეზე. ქართული ოცნება მიზანს მისთვის მიუღებელი ორგანიზაციებისთვის ფინანსური რესურსის შეზღუდვისა არც წარსულში მალავდა და არც დღეს. ამავე მიზნით ბოლო წლებში არაერთი კანონიც მიიღო, რითიც სამოქალაქო და მედია სექტორებს საერთაშორისო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა დაუკარგა. რუსულ კანონებად წოდებული რეგულაციების გამოც არაერთი დავა სტრასბურგში მიმდინარეობს. საქმე გვაქვს კანონდამღვრევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდამღვრევაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები კანონის დარღვევასთან ერთად, იმით რომ არ რეგისტრირდებიან გამჭველობის რეესტრში, მათ ახალისებენ მათი დონორები, ფულს კი არ აჩერებენ ამის გამო, რომ კანონდამღვრევები არიან, არამედ პირიქით ფულს უმატებენ კიდე იქით, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონის დარღვევას და ესეც რა თქმა უნდა ცალკე აღმაშფოთებელი ფაქტია. არსებითი განხილვის ეტაპზეა ევროსასამართლოში ეგრეთ წოდებული ფარა და გრანტების კანონიც.
რაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ამ საქმესაც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი აქვს. ამიტომ მომჩივნებს იმედი აქვთ, განაჩენებს, რომელმაც შესაძლოა მათი არსებობის საკითხი გადაწყვიტოს სტრასბურგიდან დროულად მიიღებენ.